ეხლა ვხედავ კომენტარებში, რომ იწერება, რომ მაგენი ზარზეიმით დაიფიცებენ ხატს. ხალხო, თქვენ არიცით სვანური კანონი, რამხელაზე სუფთა, რამხელაზე წმინდა. ბაბუაჩემი მაგ საქმეს ემსახურებოდა, მისი მთელი ცხოვრება შეალია მაგ კანონს და მაგ სიწმინდეს და არაერთი სვანის ვაჟკაცმა შეალია მაგ სიწმინდეს და დღემდე მოყავთ მაგი და დღემდე მსოფლიოში ანალოგია რყავს ამ კანონს და მსოფლიო ებრძვის მაგ კანონს, სვანურ კანონს. არ თქვათ ხალხო ეს, რომ დაიფიცებენ, არავინ არ დაიფიცებს დამიჯერეთ, არავინ ამხელა სიბინძურეში ხატთან არ დადგება. მაგენი დაიფიცებენ, მაგრამ ის ხალხი არ დაიფიცებს, მე ვისაც ვეტყვის ამ კაცს დაუსახელებ, ისინი არ დადგებიან. ყველა მაგი ხალხო 12 თაობას გადის ხატის გატეხვა. 12 შეიძლება შვილი ბაბუას ნაჭამად ყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილებიო. არავინ არ დადგება. სწორად მოაზროვნე და სვანის ვაჟკაცი ამ საქმეში არავის არ დაუდგება, არავის. მაგაში დაუდგებიან და ბინძურები. ბაჩუკი და ჯიმშერი ერთმანეთს დაუდგებიან, მაგრამ მე ვისაც ვეტყვი, არ დაუდგება ნებისმიერ ადამიანს. ეს ისეთი სიბინძური არის ხალხო, ისეთი სიბინძური არის, რომ მაქანე ვაჟკაცები ხატს არ მოკიდებენ. ვაჟკაცები, რომელიც მაგასთან მე დავასახელებ ნებისმიერს, ის ვაჟკაცება ჯერ ხატზე უნდა დაიფიცონ, რომ იტყვიან სიმართლეს და არაფერ სიმართლის გარდა და დაიფიცებენ იმაზე, რომ ბაჩუკი მართალი იყო, ჯიმშერი მართალი იყო და იმის სიმართლეში ეჭვეარეპარებათ. ხალხო, გეხვეწებით, რო არიცით, მე ყველას პატივს გცემთ თელ ჩემს მეგობრებს, Facebook-ი არის თუ TikTok-ი, ყველას გცემთ ძალიან დიდ პატივს. მე თქვენი მადლიერებიდან და მადლობიდან ვერასოდეს ვერ ამოვალ. იმხელა თქვენ მე სიცოცხლე მაჩუკეთ, თქვენ მე ყველაფერი მომეცით ამ ქვეყანაში. სიცოცხლეში გამოვიარეს ჯოჯოხეთის სიცოცხლეშივე გამოვიარეს 64. მაგრამ გეხვეწებით ის არ თქვათ, რომ ხატებზე დაიფიცებენ, ვერ დაიფიცებენ. არც ერთი ვაჟკაცი ამ სიბინძურეში არ მიიღებს მონაწილეობას და ხატს არ მოკიდებს ხელი. ჯერ ბაჩუკისთან ხატთან ვინ დადგება ხალხო, ნათლი მირონობას რო არსცა პატივი იმას ხატს რო არსცემს პატივს და ტყუილზე რო დაიფიცებს, მაგ ახლა ყველა მიცის. ნათლი მირონობის ძალას პატივი რო არსცა ისეთ ადამიანს ხატთან ვინ დაუდგება და ყველა მიცის, რომ ავთო იყო ჩემი ნათლია. ეს ერთი. ასე ჯიმშერის ისეთ კაცს დაუყენებ გვერდში, რომ მისი თვალით რო ყავს ნანახი დედამისი მასთან. ამიტომ ისეთ რამეს ნუ იტყვით და ამ სვანურ კანონს ძალიან გთხოვთ, რომ ამ სვანურ კანონს ეცით პატივი. ეს სვანური კანონი ზუსტად როგორც მიყვარს ბაბუა, ზუსტად ისე მიყვარს ეს სვანური კანონი. ამ სვანურ კანონს შეეწირა მამაჩემიც, მეც და ჩემი ოჯახი. ამ კანონის დამცველის ოჯახი შეეწირა ამ ბინძური კანონი რო ჩამოშალეს, დაშალეს, ნაკუწებად რო აქციეს, იმას შეეწირა ჩემი ოჯახი მაგ კანონს. ბაბუა რასაც ემსახურებოდა, მისი თელი ცხოვრება და მაგაზე არ მითხრათ ხალხო, რომ დაიფიცებენ, ვერ დაიფიცებენ. მე ისეთ ხალხს ჩავრთავ აქან, ნოდერიშერებს კი არა. მე სვანეთის ღირსეულ თელ ვაჟკაცებს ჩავრთავ მაგ საქმეში. ნოდარიშერებთან რო ქონდათ ესე ბინძური ლიმორები კი არ ექნებათ. სუფთა სვანური კანონით მოსთხოვენ ის მედიატორები და ზუსტად ჩემთანაც და მაგათანაც ის სუფთა კანონი ჩაერთვება. ერთი მედიატორი კი არ მინდა, 3-4 მედიატორი ყველაზე ცოტა. რო ეს საქმე შეისწავლონ ყველა თავიდან ბოლომდე და იმის მიხედვით გააკეთონ, მაგრამ ასე არა, როგორც ჩათვალეთ ახლა როგორც არის გამომძიებელი და ადვოკატი ჩართული, იგივე მოვალეობას ასრულებენ, ჩათვალეთ, პროკურორი რაც არის, ისაა მედიატორი. პროკურორი არის სახელმწიფო დონეზე, სვანურ კანონში არის მედიატორი. პროკურორი და მედიატორი ერთმანეთს შეადარეთ, იგი არის. უბრალოდ მედიატორის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სიკვდილს, არ ითვალისწინებს ციხეს. ეგ არის. გაქვს თავისუფლება და გისჯიან კანონით ან გადასახლებას,
ან საქართველოს ტერიტორიის დატოვებას, როგორც ასტემირმა გააკეთა ამ შემთხვევაში სიბინძურეში შამილიანთან გამოიყენა ზუსტად ის სწორი კანონი, რომ საქართველოს ტერიტორია დაატოვებია, ესაა სისუფთავე. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ სვანურ კანონს, რასაც ჩემი ბაბუა ემსახურებოდა მისი ცხოვრება და რასაც სცემდა პატიმს და ეთაყვანებოდა. სანამ ბაბუა იყო ცოცხალი, ნოდარი შერები ვეღარ ლაპარაკობდნენ და ეხლა ზუსტად იმ სუფთა კანონიდან ვითხოვ და იმ სუფთა კანონს ვცემ პატივს მე და იმ სვანეთს ვცემ პატივს. ისტორიებს, საუკუნეებს ითვლის ეს კანონი. და მე თქვენ ამ კანონის თქვენ ბინძურად რო ახსენოთ ყოველ დღე პედოფილებმა და მისმა ცოლებმა მაგის საშუალებას არ მოგცემთ. მაგაზე ზუსტად უნდა ამოიღოს სვანეთმა და ჭუბერმაც ხმა, რომ ესას ესალაპარაკო, ყველა სალაპარაკო და ეს არ არის ადამიანების სალანძღავი და ისე რო თქვენ გატეხავენ ხატს, ეგ არ ხდება ესე. ხატი შეიძლება ერთმა ადამიანმა გატეხოს, მაგრამ ის 12 კაცი არ გატეხავს. ამ სიბინძურეს არ მოკიდებს ხელს. მით უმეტეს ის 3 კაცი მე ვისაც ვეტყვი. არავინ არ აიღებს მაგას მის თავზე, იმიტომ რომ ეს საუკუნეები გადის. ყველა მის ოჯახს და მის შვილზე იფიქრებს და არ იფიქროთ ხალხო, ეს ასე არ არის, რომ ხატზე დაიფიცებენ. ხატზე ვერ დაიფიცებენ. ესე არ არის. მე გთხოვთ ჩემს ყველა მეგობარს სვანურ კანონს ეცით პატივი, იმიტომ რომ ჩათვალეთ სვანური კანონი, აი ყველაზე სუფთა გამოძიება, რასაც გააკეთებს, სუფთა მოსამართლე, რასაც დადევს, აი სუფთა პროკურორი, რასაც დადებს კანონით გამოძიება, ზუსტად ანალოგი არის. უბრალოდ ციხეში არ უშვებს, აღნიშნავ ციხეში არ გაუშვებს, იქნება თავისუფლებაში, მაგრამ იმ მიწებზე ვერა. გაძევება. სვანური კანონი თქვენ არ იცით ხალხო, ეს იმხელა სიწმინდე არის, რომ მაგას რო ჩაწვდე სვანურ კანონს, მე რას ჩავწვდები, ჯერ ქალი ვარ და მაგას უნდა განათლება, მაგას უნდა ძალიან დაკვირვება. პროკურორი, მოსამართლე, ადვოკატი რო გაერთიანო, ის არის რა ქვია იგი, რა ქვია, ჩვენი მედიატორი. როგორც იყო ადრე, ეხლა არ ვიცი. მაგრამ მე ვისაც დავასახელებ ამ ადამიანებთან მედიატორებად, ზუსტად ისეთები არის, მე როგორიც უნდა იყოს მედიატორი, იმას ვიტყვი. რომ ერთი წამით რო არ მეპარება, ეჭვი. ერთ-ერთს ვიტყვი, ერთ-ერთის სახელს ვიტყვი, კიციანი არის ზუსტად მაგნაირი და კიდე არის 3. ვისი დასახელება ჩემი ძლია. ვისაც ვიცნობ. მე რო ბრაზდები ხალხო ვრეკავ მე ბატონ ტარიელთან ვრეკავ, რომ ბაბუა ჩემის ხმა აქვს. მე მგონია რომ ბაბუა ჩემს ველაპარაკები, უნდა არ ვიგონებ მაგას. მე მგონია რომ როცა ბატონ ტარიელთან ვრეკავ ველაპარაკები ასტემირს. მისი ხმაც რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, რაც არ უნდა გამწარებული ვიყო. აი რაც არ უნდა საზიზღარო ხასიათზე ვიყო, მისი ერთი ხმა, ხო გენაცვალეს რო გეტყვის, დამთავრდა იქანე ყველაფერი. ამიტომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ სვანურ კანონს, ვინც ამ სიბინძურეში გურამი, ჯიმშერის ოჯახი, ეხა გამოჩნდა ის რა ქვია ბაჩუკის მეუღლე, თქვენი სალაპარაკო არ არის სვანური კანონი, თქვენ ბინძური პირიდან სვანური კანონი არ უნდა ამოდიოდეს და მაგიცის თელმა მედიატორებმა და თელმა სვანეთის ვაჟკაცებმა, რომ ეს ასე სალაპარაკო თემა არ არის. მედიატორი ჩათვალეთ, პროკურორი, გამომძიებელი და ადვოკატი, რასაც ერთად გააკეთებენ 3-ვე, იმას აკეთებს 1 და არ ითვალისწინებს მაგი. ციხე არ ითვალისწინებს, მაგას არ ითვალისწინებს, მკვლელობას არის, სიცხლის ღვრა არ ხდება. და არაერთი კანონი არის, რომ დაისაჯოს კიდე არაერთი ის მოყვება მაგას. სვანური არის ისეთი კანონი, რომ მართლა რომ პატივსაცემი არის. უბრალოდ თქვენ არ იცით და მე ყველა ადამიანს გთხოვთ, რომ პატივისცეთ სვანეთს, სვანურ კანონს, გთხოვთ, როცა არ იცით რას ნიშნავს სვანური ფიცი, ხატები და აქ 12
ადამიანი რომელსაც დაიყენებს გვერდში და მაგის პიცი ეს სხვა რაღაცა არის ეს არის უძლიერესი და მაგას ამ სიბინძურეში არავინ არ დაუდგება დამიჯერეთ